მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ? მოდი ვნახოთ ესეთი საჯარო გაშლა. არა გელოდებათ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. ჯერ ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. რა ენერგიებში იქნებით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. თქვენ ეხლა შესაძლებელია იცით როგორ ენერგიებში იყავთ. აი თითქოს შესაძლებელია ზოგიერთი იყოთ ესეთი ენერგიებში, რომ ძალიან ბევრი ფიქრი გაწუხებდეთ თქვენ საყვარელ ადამიანზე. აი თითქოს როგორ იცით, ანუ ფიქრი უბრალოდ ფიქრი კი არა. აი რაღაცნაირად აი ძლიერი ემოციური გრძნობაც აი თითქოს როგორი შეგრძნება იცით? ზოგჯერ შესაძლებელია იმდენად ემოციურად, რომ აი ცოტა სტრესულ სიტუაციაშიც კი გრძნობდეთ თავს. აი თითქოს როგორ ახართ იცით, ძალიან ხართ მიჯაჭვული და დამოკიდებული ამ სიყვარულზე და ამ ურთიერთობაზე. აი თითქოს მის გარეშე არ შეგიძლიათ, აი რაღაცნაირად ძალიან ესე გრძნობთ თავს, აი თითქოს ადამიანი რომელიც თქვენგან წავიდა თითქოს თქვენი სულის ნაწილი წაიღო, აი რაღაცნაირად არ ვიცი ვისთვის იყო ეს სიტყვები, მაგრამ აი ესეთი სიტყვები მომივიდა ეხლა ამ არკანიდან. ასევე ზოგიერთი შესაძლებელია იყოთ, აი იცით როგორ ენერგიაში უკვე გამოვლილი გქონდეთ ეს სიტუაცია და ეხლა როგორ თქვა იცით, განახლების პროცესში იყოთ, განახლებულ ენერგიებში იყოთ, აი თითქოს თქვენ ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები ხდება, აი ყველაფერი იცვლება, აი თითქოს იმ დარდისგან და იმ ნერვიულობისგან, რაც აქამდე გქონდათ და აი თითქოს სულში გაწუხებდათ, გულში რაღაცნაირად გვოჭავდათ და აი თითქოს ამ დარდისგან ანუ განთავისუფლება მოდის, აი თითქოს თავისუფლდება თქვენი სული და თქვენი ემოცია. აი რაღაცნაირად უშვებთ თქვენ ამ ნერვიულობას და დარდს და უკან იტოვებთ. თუ ეს არ ეხება საყვარელ ადამიანს, მაშინ შესაძლებელია წავიკითხოთ ისე, რომ ანუ თქვენ შესაძლებელია რამე საქმეზე იყავით ძალიან ჩაციკლული, მიჯაჭვული, აი რომელიც ისე არ გამოდიოდა როგორც თქვენ გინდოდათ და ემოციურად ძალიან იმოქმედა თქვენზე რა. ანუ ესეთი სიტყვები უფრო მოდის ახლა ამ არკანიდან. მოდი ვნახოთ შემდეგ კვირაში. ანუ შემდეგ კვირაში აი თითქოს აი ხო თქვა, აი რაღაცნაირად ძალიან ბევრი ფიქრები, რომელიც თქვენ გაწუხებდათ, მიდის ეს თქვენი ცხოვრებიდან, აი რაღაცნაირად ის რაც თქვენ აღარ გემსახურებოდათ, აი რაცაც თქვენთვის სიმშვიდე აღარ მოჰქონდა, მოდი ასე ვიტყვი, აი რაც თქვენ განერვიულებდათ და ძალიან ბევრი ენერგიას და ემოციას დებდით ამ საკითხზე, აი რაღაცნაირად თითქოს უკან ტოვებთ და აი მაქსიმალურად ცდილობთ, რომ ამ ფიქრებს გაექცეთ, ამ ემოციური მდგომარეობიდან გამოხვიდეთ. აი შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში იქნებით ესეთ ენერგიებში. აი თითქოს შესაძლებელია კი გქონდეთ წარსულზე ფიქრი, მაინც რაღაცნაირად თითქოს დარდათ, რაღაცნაირად თითქოს გული დაგწყდათ, მაგრამ აი საბოლოოდ მაინც რაღაცნაირად მშვიდდებით, აი თითქოს განახლდებით, არჩევანის საშუალებაც გექნებათ, აი თითქოს როგორ იქნებით იცით, დამშვიდდება თქვენი სული, სულიერ სიმშვიდებსაც მოიპოვებთ და თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა არ იყო ისე, როგორც თქვენ გინდოდათ და ამაზე ნერვიულობდით, ფინანსური შემოსავალიც შემოვა თქვენთან და დამშვიდდებით და აღარ ინერვიულებთ. თუ ეს ეხებოდა თქვენს პარტნიორს და ამაზე გქონდათ ეს ნერვიულობა და დარდი, ამ ნერვიულობას და დარდსაც გაუშვებთ და აი თქვენთან რაღაცნაირად შეივსებით აი თითქოს ეს ფინანსური ენერგიებიც რო შემოვა თქვენთან, აი თითქოს რაღაცნაირად სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ, აი თითქოს ღმერთი დაგეხმარებათ, გამიგიყვანთ ამ მდგომარეობიდან, აი რატომღაც ეს სიტყვები მოვიდა. მოდი ვნახოთ ახლა თქვენი კარიერა, ფინანსები, ესე ორი თემა ერთად ვნახოთ. ორი რა ერთი მეორისგან არ გავმიჩნევთ. რა ხდება ახლა თქვენს კარიერაში, ფინანსებში და რა
გამოხდება შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში, როგორ ენერგიებში იქნებით. ახლა როგორ არის იცით? თქვენ შესაძლებელია რაღაც საქმის წამოწყება გინდოდათ. თითქოს არჩევანის საშუალებაც გქონდათ, მაგრამ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება და აირჩიეთ, რომ მოდი მე ამ ჩემს საყვარელ საქმეს გავაკეთებ და არ მივაქცე სხვებს ყურადღებას და ისეთი საქმით დავკავდები, რაც სულიერ სიმშვიდეს მომიტანს, რაც სიყვარულს მომიტანს. თითქოს ესეთ პოზიციაში, მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია მაინც გქონდეთ ფიქრი იმაზე, რომ რაღაცნაირად როგორ თქვა იცი, ხან გჯერათ რომ ყველაფერი გამოვა და ხან მაინც ქვეცნობიერულად გაწუხებთ ფიქრი იმაზე, რომ ემოციურად ძალიან ვერს ფიქრობთ, ძალიან ემოციური ხართ, თითქოს გულთან მიგაქვთ ახლოს ყველაფერი, ძალიან ემოციურად უდგებით ყველა საკითხს, თითქოს ემოციას რაღაცნაირად ვერ როგორ თქვა იცი, აბალანსებთ ამიტომზე, ასე არა. და აი როგორ ხართ კიდეც თუ თქვენს ბიზნესში ან თქვენ საქმეში გინდათ ახალი წამოწყება გაქვთ, ანუ ახალი გეგმა გაქვთ, ახალი იდეა გაქვთ, აუცილებლად განახორციელეთ. აირჩიეთ საკუთარი თავი, დაიწყეთ ის საქმე, რომელიც თქვენ გიყვართ და რომელიც სიმშვიდეს მოგიტანთ. მოდი ვნახოთ შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში არცით როგორ არის შესაძლებელია ეს აჩვენებდეს თქვენს ფიქრს, იცით როგორ? თითქოს გქონიათ, რომ ეს თქვენი საქმე არ მოგიტანთ იმ ფინანსურ შემოსავალს, რასაც თქვენ ელოდებით. აი, მერყეობა გაქვთ რაღაცნაირად არ გჯერათ, არ ხართ დარწმუნებული თქვენს ცოდნაში, არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ანუ თქვენი ცოდნა და თქვენი შესაძლებლობები, ანუ ის საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ, რომ ნამდვილად გამოადგება სხვებს. აი, თითქოს არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ, აი, გქონიათ, რომ თავს იტყუებთ, აი, რაღაცნაირად ზოგიერთ შესაძლებელია ფიქრობდეთ იმასაც, რომ აი, თითქოს არ გადაგიხდიან შესაბამის თანხას, აი, რაღაცნაირად. ასევე აი, ზოგჯერ შესაძლებელია კიდევ ასე ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ფიქრი გაწუხებდეთ, არ იცით საით წახვიდეთ და რა გააკეთოთ, აი, თითქოს თვალები ახვეული გაქვთ, მაგრამ აი, როგორ ხართ იცით, ნამდვილად გინდათ გაუშვათ ეს ფიქრები, აუცილებლად უნდა გაუშვათ და განახლებულ ენერგიებში უნდა გადახვიდეთ. აი, შესაძლებელია თქვენთან შედგეს ახალი ნაცნობობა, ახალი პარტნიორობა, შესაძლებელია ახალი საქმის დაწყებაც, ასევე ახალი ფინანსური შემოსავალიც, ხო ისე? დიახ. ახალი ფინანსური შემოსავალიც, აი, რომელიც თქვენს თითქოს თქვენი ცოდნა უნდა გამოაჩინოთ, ანუ უნდა იმოქმედოთ რა, ერთი და იგივე ადგილზე არ უნდა დარჩეთ. თითქოს როგორი სიტყვები მომდის კი იცით, სამომავლოდ მაინც ყველაფერი კარგად იქნება და ისე გამოვა, როგორც თქვენ გიგდათ რა. ასე რომ არ ინერვიულოთ. მოდი ვნახოთ ახლა თქვენი პირადი ურთიერთობა. რა ხდება ახლა თქვენს პირად ურთიერთობაში? და რა მოხდება შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში. რა ხდება თქვენს პირად ურთიერთობაში? თქვენ ელოდებით თქვენ საყვარელ ადამიანს, ზოგიერთთან იყოს შესაძლებელია ესეთი სიტუაცია, რომ აი თქვენ თითქოს როგორც ზოგიერთ შესაძლებელია ესეც იყოს, რომ თქვენ ბავშვს ელოდებით, აი რაღაცნაირად ან შვილი გინდათ ამ თქვენი საყვარელი ადამიანისგან. აი თითქოს როგორი სიყვარული და როგორი ენერგია მოდის იცით აქედან, თითქოს ეს ადამიანი თქვენი სამყაროა, თქვენი სულის ნაწილია და ძალიან გიყვართ. აი რაღაცნაირად გჯერათ, იმედი გაქვთ, რომ თქვენ ერთად იქნებით. ზოგიერთი შესაძლებელია იყოს ესეთ ენერგიებში, რომ გინდათ თქვენს ადამიანთან ოჯახის შექმნა.
გინდათ სერიოზული ურთიერთობა. აი ბოლოს და ბოლოს თქვენმა ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ თქვენ ერთად იყოთ რა ისეთ ენერგიებში. ზოგიერთთან შესაძლებელია თქვენი ადამიანი აი რაღაცნაირად დაიღალა და აი თითქოს ისვენებს, აი თითქოს ბევრ რამეზე ფიქრობს რა, თითქოს როგორ თქვა ემოციურად აი როგორ სიტყვები მომდის იცი, თითქოს დაიცალა ემოციებისგან და ხა ისვენებს რომ ენერგიები აღედგინოს. ესე ვიცი ხაისთვის იყო. თქვენ მიხვდებით ალბათ. რა გელოდებათ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. თქვენ გელოდებათ შეხვედრა თქვენ საყვარელ ადამიანთან. აი რომელსაც ძალიან დიდი ხანია ელოდებით და უკვე აღარ იცოდით იქნებოდა თუ არა ეს შეხვედრა. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესე რომ თქვენმა ადამიანმა რაღაც მნიშვნელოვანი შემოგთავაზოს, რაც თქვენ ძალიან გაგეხარდებათ. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ცოტა გაურკვეველი სიტუაცია. აი რაღაცნაირად ბოლოს და ბოლოს შესაძლებელია ყელში ამოგივიდეთ ის ერთი და იგივე სიტუაცია, რაც მანამდე იყო თქვენს ურთიერთობაში და შესაძლებელია წასვლა გადაწყვიტოთ რა ურთიერთობის დატოვება და წასვლა გადაწყვიტოთ სულიერ სიმშვიდეში. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესე რომ შეხვდეთ თქვენს ადამიანს, აი თითქოს თქვენს მეწყვილეს, აი რომელიც თქვენთვის დაიბადა და დიდი ხანია გელოდებათ. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესე რომ არჩევანის საშუალება გექნებათ, სიყვარულის საშუალება გექნებათ, განაახლებთ გრძნობებს და განაახლებთ ურთიერთობას, ხო ისე? კი, ესე აი რაღაცნაირად თქვენ ელოდებით თქვენს ადამიანს ძალიან გინდათ რომ სერიოზული ნაბიჯი და სერიოზული მოქმედება ჰქონდეს. აი თითქოს გორი შეგრძნება მომდის იცით. კი ამ ადამიანმა გული გატკინათ, ცუდად მოგექცათ, მაგრამ ამ თქვენი გულის ტკივილით იმასაც ეტკინა რაღაცნაირად ვერ მიიღო თქვენი გულის ტკენით აი სიმშვიდე ვერ მიიღო ნამდვილად რა. თვითონაც განიცდის. აი თითქოს როგორი თითქოს ყველაფერი უნდა დაბალანსდეს და ზომიერად იქნება ყველაფერი რა. ზოგიერთი შესაძლებელია იყოს ესე რომ გამოვიდეს იმ მიჯაჭვული სიტუაციიდან და იმ მიჯაჭვული ურთიერთობიდან, რაშიც მანამდე გრძნობდა თავს. აი რაღაც სიმშვიდე მოდის თქვენთან, ჰარმონია მოდის, აი რაღაცნაირად იმ ტკივილის მერე რაც თქვენ გამოიარეთ. კი, ნამდვილად. თქვენ შეხვდებით თქვენს ადამიანს, რომელიც თქვენს გზაზე წაგიყვანთ, განახლებული ენერგიებით, თავს ნამდვილ ქალბატონად გაგრძნობინებთ. თუ მამაკაცი უყურებთ, მაშინ ძლიერ მამაკაცად იგრძნობთ ამ ქალის გვერდით თავს. აი თითქოს როგორ იცით, თითქოს თქვენ წყვილი ხართ. რატომაც სიტყვები მომინდა რომ მეთქვა. გისურვებთ სიმშვიდეს, სიყვარულს და ბედნიერებას. ის რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება.